Dzień dobry kochani, მოკლედ ეს Dzień dobry kochani ის მარტო rilsებში ვიყენებ ხოლმე და იმაზე Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე აქ ჩვეულებრივ გამარჯობა როგორ ახართ. იმედია ყველანი თავს გრძნობთ ძალიან კარგად. მოკლედ დღეს მივდივარ ვილიჩკაში, ეს არის კრაკოვიდან სადღაც 15 კილომეტრამდე და იქ არის მარილის მაღარო რა. ეს მარილის მაღარო მეგონი 18 საუკუნიდან მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მაღაროა. თან UNESCO-ს წიგნშია შეტანილი თუ რაღაც ეგეთი. ხო და თან შიგნით არის რა ძალიან დიდი ოთახები, ტბე, რამოდენიმე ტბაცაა თუ ერთი ტბა არის. ეკლესია, ეს სტატუეტები, ეს ყველაფერი მარილისგანაა რა. ნუ ტბა უბრალოდ წყალია და ახლა მარილი იქნება იასნად იქ. ხო და ეს ყველაფერი მე უნდა ვნახო, იმიტომ რომ 4 წელი აქ ვარ და არ მინახავს და დღეს თან მეც ვნახავ, თქვენს განახებთ. თან რაღაც ინგლისური ჯგუფს უნდა შევუერთდეთ 12 კაციანია და ესე რა. მოკლედ აი ხა ჩავედი, ჩავაბარგე ყველაფერი, ავიღე და წავედი რა, მოკლედ. всё, ეგ არის. ხო, გალერეაში მივდივარ რა და გალერეა როგორც ჩვენთან დიდი სადგურიცაა რა, მატარებლების. ეგეთია, ოღონდ აქ ავტობუსები, მატარებელი, ყველაფერი და იქამდე რომ მივაღწიო, ტრამვაი მინდა და ფშისკო რა წავედით. ეს უკვე გალერეა კრაკოვსკა, ოღონდ გვერდით შესასვლელია რა. იქითა ცენტრალური შესასვლელი. შორი არ არის უბრალოდ მეზარება იქიდან შესვლა და აქედან შევდივარ ხოლმე ძირითადად. Dzień dobry. A tutaj jest autobus do Wiliczki? Tam pod wiaduktami albo z przeciwnej strony Galerii Kraków. Miejski autobus po przeciwnej stronie, chyba 304. 304. Ale musi pan przejść przez galerię i tam przed galerią. To jest pierwszy tutaj A zobaczyć? tutaj jest, ale tu nie wiem, nie potrafię odpowiedzieć, czy są i o której... A tam gdzie jest jaki jest numer? miejski przystanek. Miejski, to są miejskie autobusy po tamtej stronie. Aha, okej. Jaki numer? 304. 304. Okej, dziękuję. Okej. პრინციპში მატარებითაც შეგვიძლია წავიდეთ. სუდამოვიცდა. უბრალოდ თითქოს ძვირი ღირს, მოკლედ არ ვიცი რა, ეხლა ვცდი იმას მატარებელს, მე მირჩენია მატარებლით. შეიძლება ცოტა ძვირი იყოს, მაგრამ არ აქვს. Dzień dobry. A do Wiliczki można kupić? Dzięki. ბილეთიც გვაქვს ვილიჩკამდე დამიჯდა სულ რაღაც 7 ზლოტი. ეხლა უნდა გავარკვიო რომელი პერონია და გასვლა არის, აუ იმენა 40 წუთი მომიწევს ლოდინი, დაჟე უფრო მეტიც რა. მანამდე გავლი გამოვილი და დრო რომ მოვა მე დავიწყებ გადაღებას, ასე რომ დროებით. იმედია სწორი სავარჩი ემატარებელი და სადმე არ გადაუხოს. იმედი მაქვს.
საით მივდივართ, არც კი ვიცი, საით. აქეთ წავით. ესე იგი, დღეს არის ძალიან მაგარი ამინდი რა, 20 გრადუსამდეა, ესე იგი მარტი და ესეთი ამინდები. მე არ მახსოვს, თან მით უმეტეს ეს ზამთარი იყო თბილი, პოლონეთისთვის იყო თბილი რა. თან დღეს რა კარგი ამინდია, გემრიელი მზეა რა. ისო ეს წავედით. ცოტა ადრე მომივიდა, მაგრამ არა უშვის. Przepraszam. Kopalnia jest na górę? Ja nie wiem, ja tu jestem pierwszy raz. Okej, ja też. No მოგლეთ ადრე მოვედი რა და საათს ნახე ვერ ავაკეთო არაფერი უნდა დავждე და დაველოდო და მე დავიწყებ გადაღებას რა. ასე რომ დროებით How long have we got? 8 minutes. Yeah, all right. I'll take it back. I won't leave. I'm not waiting for you. I'm going on my own. გადმოცეს რომ შიგნით იქნება 14 და 17 გრადუსამდე სიტყვა და 3 საათი მოგვიწევს შიგნით ყოფნა რა. ასე რომ შევდივართ. Dzień dobry. Dzięki. Down by 380 of them. So, is everyone ready for the stairs? Yes. All right. Let's do this. ძალიან მაგარი წყვილი გავიცანი რა, პოლი და ვივიენი და მაგათ ერთად ვიქნები სულ ალბათ. ჯერ კიდე ჩავდივართ. So, hello ladies and gentlemen, my name is Daria once again, and I would like to welcome you in the underground of Wieliczka salt mine. We have now reached the first level of the mine, which is 64 meters underground. Let's open the doors ahead of us. ვართ ძალიან ღრმად არის, საკმაოდ ღრმად არის და ჯერჯერობით ეს ჩამოდის ხალხი და ჩვენ კიდე ნახში კიდე ბევრია გასული. Do you want to watch it? No? Okay. Oh la la. Oh la. Yes, I want to hear all the wow. Oh la la. Aha, თავარი. ანუ ეს არის ეკლესია რა. ეკლესია არის მიწის ქვეშ. სულ მარილისგან რა თქმა უნდა გაკეთებული. და ეხლა ჩავალ და უფრო კონკრეტულად დავათვალიერებთ. მოკლედ თურმე დაჟე მოქმედიცაა რა ეს ეკლესია. ყოველ Sunday, ყოველ იმას რა ქვია, კვირას 6 საათზე დილით თუ მოხვალ, ჩვეულებრივ დაესწრებით წირვას, თუ ლოცვას, თუ როგორც არის 6 მოვიწყდება წირვა ლოცვა რომელი როდისა
ხო და ასე რომ ჩვეულებრივი ისა რა ეკლესია რა მოქმედი მიწის ქვეშ. For a moment we will be all alone in the chapel. Oh my gosh. You look like an angel. Oh, you always thought you were an angel, now you were. I find myself. კარგად გავერთით. სურათი გადავიღე. ანგელოზივით ბიჭი. ეხლა განახეთ მეცა. In 1961. Just to show you a quick fun fact about the chapel, right here in the corner, you can see possibly the oldest selfie ever made. One of the creators, Józef Markowski, decided to sculpture himself out of salt just to show you something to his muscles or mustache. But this is how many. მოკლედ ეხა ვართ ჩამოსულები 110 მეტრზე. 110 მეტრი. 110 მეტრით. ცოტა კიდე და ალბათ მივუახლოვდებით ჯოჯოხეთს. კაკრას ჩემი ადგილიც მანდაა და. Oh my gosh. Wow. This is also a place that many Michalo. wedding photo shoots take place. You can just imagine a wedding pair standing in the middle of the stairs. This is really, really beautiful in a special lighting. გამოვშტერდი. So I know what you are thinking. Sorry. Crazy amount of money. You can only გამოვიარეთ ეხა მესამე ტბაზე ტბის სანახავად ჩავდივართ. ტბას რო ვამბობ, იმას არ ნიშნავს რაღაც საოცრება, დიდი ტბა. პატარა ტბები რა. ასოცდაათ მეტრზე ვართ. And now I will start by speaking about the organization stuff, and then I will speak a little bit more about the chamber itself. So we are. ჯგუფში უვერთდი რა. ინგლისური აღარ აყვდა და ბოლო ისღა დაგვრჩა მუზეუმი და მე უკვე ავალთზე ვიდა წავალსახში. ასე რომ ცოტაც მოითმით. მოკლედ დღევანდელი დღე დავამთავრეთ, მუზეუმი ძალიან მოსაწყენი იყო. მაგრამ რო არ მენახა არ გამოდიოდა ამ ხელაგზაზე გამოვედი, თან 4 წელია აქ ჩამოსვარ და ვარემ ეგეც რო არ მენახა არ გამოდიოდა რა. ხო და всё რა, ამას დავამონტაჟებ ხა და განახეთ, იმედია მოგეწონებათ. სამწუხაროდ YouTube-ს ვერ ვაქცევ ისეთ ყურადღებას როგორც საჭიროა რა. მაგრამ ნელა-ნელა მაგასაც მიეხედება რა. ცოტა მეტი გასვლები მინდა, მეტი გასვლები. ეგ არის დიდი მადლობა რომ მიყურებდით და შევხვდებით მომავალში.
რამე ისეთი საინტერესო იმით რა რაღაცები მაქვს იდეაში. ნახოთ თუ განმახორციელი კარგი იქნება. აბა ჰე დროებით. ჩაო.